ხელისუფლების მოძიებაზე ზაქარაიშვილი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროიდან მუშაობდა. არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია ხელისუფლებას ამის რეალური მიზეზი ჰქონდეს. ჩემი აზრით საქართველოს ხელისუფლება წავიდა ამ მიმართულებით, რომ არ ყოფილიყო ხმაური, რომ ყოფილიყო წაგებაზე ლაპარაკი, დამარცხებაზე ლაპარაკი, მსხვერპლზე ლაპარაკი, შეგნებულად ამ ახალგაზრდების სახელები მიშკმალეს, დამალეს და გადაიტანეს მომავალში, ანუ დნმ-ის ანალიზების შემდეგ მიეწოდენ ინფორმაციას მშობლებს. და ამით ტემპერატურა დასცეს, რათა მშობლები არ ეხმაურონ და არ დაიწყონ ძებნა თავის შვილებისა სხვაგან სხვა ინსტანციებში. კითხვაზე შესაძლებელია თუ არა საქართველოში ალტერნატიული ექსპერტიზა ჩვენ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ერთადერთი რაც სამხედროთა ოჯახებს შეუძლიათ, ეს დნმ-ის დიაგნოსტიკის საზღვარგარეთ ჩატარებაა, რაც დაახლოებით 900 ევრო ჩდება. დნმ-ის ანალიზის შემდეგ ბიოლოგიური მასალა ილუქება და საგანგებოდ არის ჩვენთან შენახული სპეციალურ რეზერვუარში, მასივარში და ინახება ის. თუ დაინტერესებულ მხარეს დაჭირდება, ვთქვათ, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება სხვა უფრო ნიშნის მისაღებ ლაბორატორიაში შეუძლია ეს დააკეთოს. მაგრამ მოგახსენებთ, რომ მსგავსი ლაბორატორია არის მხოლოდ ევროპაში და უახლოესი არის თურქეთის რესპუბლიკაში. ხო, ალბათ თუ წავლენა ხომ არის. დნმ დიაგნოსტიკა საქართველოში სხვა ლაბორატორიებშიც ხდება. ნანა კირეულაშვილის ლაბორატორია 2000 წლიდან არსებობს. მუშაობდნენ სადავო მამობის დადგენაზეც. თუმცა მსგავს შემთხვევებში ეს ლაბორატორია ბიოლოგიურ მასალას სხვა ქვეყანაში გზავნის და პასუხსაც იქიდან იღებს. ადგილზე ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფომა იყო. სადავო მამობის დადგენას, რამოდენიმე ექსპერტიზაც იყო და მემკვიდრეობით ან გენეტიკურ დაავადებებს ჩვენ აიღებთ ვახსავნით აი ასე. ამჯერად რა თქმა უნდა სახელმწიფოსაც გააჩნია ესეთი ლაბორატორია, რომელიც ძალიან კარგად აღჭურვილია რამდენადაც ვიცი. ჩაატარებენ თუ არა ალტერნატიულ ექსპერტიზას დაკარგული სამხედროების მეუღლეებმა ჯერ არ იციან. ისინი ქმრებს ჯერ ცოცხლად ეძებენ. საეჭვო მიცვალებულის გადასვენებას კი თავდაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხების მიუხედავად არ აპირებენ. ეს კადრები ჩვენს გადაცემაში გასულ კვირას გავიდა. მას შემდეგ ტელეკომპანია კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ზარები არ შემწდარა. მოდიოდნენ და ამ კადრებში საკუთარ ახლობლებს ეძებდნენ. იყო შემთხვევები, როცა ამოიცნეს კიდევ. ზარიათი ცოცხალი ეს ხალხი ხელისუფლებას ამ ოჯახებისთვის პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს. ჩვენ გადმოვაცემთ 10 მიცვალებული, დარჩენილია დაახლოებით 10 დაკარგული ოჯახები, თუმცა მათი სამხედრო ჯერჯერობით ჩვენ ასეთ პასუხს თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს მაშინ აძლევს, როდესაც კითხვა უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეხება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ტყვეები საერთოდ აღარ არსებობენ. პარლამენტის სპეციალურ კომისიაში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე მუშაობა ისევ გრძელდება. დღეს ტყვეებზე ინფორმაცია უკვე აღარ არის, ანუ ჩვენი ინფორმაციით ტყვეები გასულია. აღარ არის დარჩენილი ერთ-ერთი, ხო? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. იქ შეიცვალა რამოდენიმეჯერ ადმინისტრაცია, გადმოსვენებული ადამიანების რაოდენობა თქვენ მოგეხსენებათ, გასული ტყვეებისაც მოგეხსენებათ, არის რამოდენიმე ადგილი, სადაც გაუზუსტებელი ინფორმაციით, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, ხო ვაწარმოებთ მოლაპარაკებებსა. არაფერი ვერ კეთდება, ესეთი რამ არ ხდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებით ინფორმაცია კვირის რეპორტაჟმა წითელი ჯვრის თბილისის ოფისსაც სთხოვა. მათი ოფიციალური წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ ომის შემდეგ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარებისთვის 1168-მა დაკარგულის ახლობელმა მიმართა. დღესაც ესად კიდევ 247 ადამიანი რჩება, თუმცა წითელი ჯვარი არ აკონკრეტებს, ამ 247-დან რამდენია სამხედრო მოსამსახურე. ხელისუფლება ურთიერთ გამომრიცხავ პასუხებს იძლევა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები კი საკუთარ ნათესავებს ტელევიზიით ეძებენ. ანწუხელიძეების ოჯახის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მეოთხე ბრიგადის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე ოჯახის წევრებმა კვირის რეპორტაჟში გასულ კადრებში დაჭრილ ჯარისკაცში ამოიცნეს. ტყვეები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე აღმოჩნდა რუსული ტელევიზიების მიერ ცხინვალში გადაღებულ სხვა მასალაშიც ჩანა, თუმცა მათ შორის დაჭრილი ჯარისკაცი აღარ არის. ამ ტყვეებიდან ზოგიერთი უკვე დაბრუნდა.
რამდენიმე ზღვარი კი გარდაცვლილთა სიაშია მითითებული. ოჯახის წევრები სწორედ ამის გამო ვარაუდობენ, რომ დაჭრილი ანწუხელიძე შესაძლოა ამ დროისთვის უკვე სხვა ადგილას ყავთ გადაყვანილი. ანწუხელიძეების ოჯახი თბილისში სოფელ ალვანიდან ჩამოვიდა. გიორგის მშობლები ყვებიან, რომ არეულობის წლებში ისინი კახეთიდან დიდოულობას გამოიქცნენ და დღემდე თბილისში ვაზიანის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ოჯახის ერთადერთი ვაჟი და მარჩენალი გიორგია, რომელმაც პროფესიად სამხედრო საქმე აირჩია. აბა კარგად იყავი მამიობისგან და ჩამეხვდა მაკოსთან და მე ცრემლები ჩამოვედინა რომ წავიდა. მას შემდეგ კი აღარავის უნახავს. ხანმოკლე ომის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მის ძებნას იწყებენ. ერთმეტში რო ჩამოვიდნენ და თვითონ არ მოვიდა, მე უკვე დავიწყეთ ძებნა. არავინ ვისაც კითხეს საერთოდ არავინ არაფერი არ იცოდა. პასუხი იყო არ ვიცით, არ გვინახია არ ვიცით. მის ამხანაგებს ვინც ჩანთა მოგვიტანა ჯარიდან თავის პირადი ნივთების, მათაც ეგრე თქვეს, რომ არ გვახსოვს, სკოლასთან იყო ბოლოში ტაკება და მის მერე ჩვენ ავირიეთ და არ ვიცით, კი შიგ-ცხიმალში და მის მერე არ გვინახია არავინ, ყველა ამას ამბობს. 4 ოქტომბერს ანწუხელიძეებთან ყოფილი თანასოფლელი რეკავს და ეუბნება, რომ გიორგი მოსკოვში ერთ-ერთ არხზე გასულ კადრებში ნახეს, ის ცოცხალია და ტყვედ არის ჩავარდნილი. ეგეთი შვილი ყავს ამ ტელევიზიაში, სიცოცხლესაც მიჭებია და სულ. აკაგული თქო და ცოცხალი თქო და ვიბრუნო, სხვა არაფერს არ აღჩიო. მე ას მაგათი ფულები და არაფერი არ მინდა საერთოდ და მოუვიდე თავი შვილებს. საბადეს როგორც აი ადამიანი და ყველაფერი ამას აღწევდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით გიორგი ანწუხელიძე უგზო-უგლოდ დაკარგულების სიაში რიგით მეორეა. ამ სიაში დღეს 25 კაცია და დღემდე უცნობია, რომელი მათგანია ტყვე და რომელი გარდაცვლილი. ირკვევა, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით უფრო მეტ ინფორმაციას თავად დაკარგულთა ოჯახები პირადი წყაროებით აგროვებენ. ნოემბრის დასაწყისში 10 ადამიანი დაბრუნდა ტყვეობიდან. მათ ჰქონდათ 30-40 კაცის სია, ჩემამდე მოხდეული ინფორმაციით, ამ სიას საერთოდ არ საიდუმლოებენ და სად გაქრა ეს 10 კაცი, მე ვეღარ მოვიცე და ვეღარ დაუკავშირდი, საერთოდ ინფორმაციის გავრცელებას არ ანებებენ. დაკარგულთა ოჯახებს ეჭვიათ, რომ მოსული მხარე ტყვეებში ფულს ითხოვს. ანალოგიურსაც ექსპერტები გამორიცხავენ. ისინი ხელისუფლებას ყველა ეჭვის და ვარაუდის გადამოწმებას ურჩევენ. ეს პროცესი მანამ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე უკანასკნელი დაკარგული ადამიანის ბედი არ გაირკვევა. მაგრამ როდესაც შენ ქვეყნის იმის ეხება და ცალკეული ადამიანის ბედს ეხება, აქ ფული არ უნდა დაიზოგოს და შესაბამისად ხდება ამ გზითაც მოძიება, მოპოვება, მოკვლევა ინფორმაციის და მანამდე არ თავდება ეს პროცესი, სანამ არ იქნება დადგენილი ბოლო ადამიანის ბედი. გიორგის გამოსახსნელი ფული ანწუხელიძეებს არ აქვს. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან უფასო იურიდიული კონსულტაციების მიღება. ასეთ კონსულტაციაზე ფეხმძიმე მაკა თავად მიდის, მაგრამ შინჯერჯერობით უიმედოდ ბრუნდება. მას შემდეგ, რაც კვირის რეპორტაჟში სამხედრო მაღალჩინოსნებთან მიწის ნაყოფების შესახებ სიუჟეტი გავიდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათი ქუთელია თოქ-შოუ უცნობ კავკასიაში მიდის და ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს. დაღუპულებთან და უგზო-უკლოდ დაკარგულებთან ერთად შეკითხვა იმაზეც დაისვა, როგორ მოიცალეს ქუთელიამ და გაერთიანებული შტაბის ახალმა უფროსმა ომის დღეებში ტაბახმელად